აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი მოსკოვს უარს ეუბნება. აფხაზებისთვის მიუღებელია სოხუმთან შეთანხმების ის პროექტი, რომელიც მოსკოვმა მოამზადა. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის პროექტის ახალ ვარიანტს აფხაზეთი რუსეთს თავად შესთავაზებს. სოხუმში დაწყებულმა უკმაყოფილების ტალღამ ხაჯიმბა აიძულა ამ შეთანხმების გარკვეულ პუნქტებზე უარი ეთქვა. პირველი უარი რჩეულისგან ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რუსულ-აფხაზური ხელშეკრულების მოსკოვურ ვარიანტზე უარი თქვა. მიზეზი ხმაურია, რომელიც სოხუმში დოკუმენტის ცალკეულ მუხლებს მოჰყვა. აფხაზური მხარე დოკუმენტის არსებულ ვარიანტს ხელს არ მოაწერს. ყველაფერი დეტალურად იქნება განხილული. ამ ეტაპზე აფხაზეთის პარლამენტი და სხვა უწყებები დოკუმენტის საკუთარ ვარიანტზე მუშაობს. როდესაც მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის მისაღები იქნება ეს პროექტი, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი მისი მიღების შესახებ. რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისთვის სპეციალური სამთავრობო ჯგუფი შეიქმნება. ხაჯიმბას რთული გადაწყვეტილების მიღება მოუხდა. აღმოჩნდა, რომ აფხაზებს მათი დამოუკიდებლობის ერთადერთი ამღიარებლის გეგმა არ მოსწონთ და დე-ფაქტო სუვერენიტეტის ხელყოფის საფრთხეს ხედავენ. ძალიან მოკლედ რო გვაქვს მოცემული და ამ შეთანხმებაში ქვეყნის საზღვრების გარდა ბევრი ისეთი თემა, რომელზეც პასუხისმგებლობას მხოლოდ ჩვენ 35 კაცი ვერ ავიღებთ. ამაზე მსჯელობაა საჭირო. ის მუხლები, რაც არ მოგწონს, უნდა შევცვალოთ და რუსეთს ჩვენი ვარიანტი შევთავაზოთ. როგორ შეხვდება მოსკოვი აფხაზების გადაწყვეტილებას ძნელი მისახვედრი არ არის. საქართველოს მიერ ამ თემის საერთაშორისო ასპარეზზე გატანამ რუსეთი უკვე აღაშფოთა. დასავლეთის პოლიტიკური ლიდერები კი მოსკოვის მიერ აფხაზეთის ანექსიის მცდელობამ უკვე შეაშფოთა. გასაკვირველია, ჩვენი საუბრის მთავარი თემა სწორედ ეს იყო. ჩვენ გამოვხატეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ამასთან ერთად, აქ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ხელშეკრულება ეწინააღმდეგება იმ ხალხის ნებას, ვინც იმ ტერიტორიაზე ცხოვრობს. თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შტაინმაიერმა დააფიქსირა. შტაინმაიერი, რომელსაც საქართველოში კონფლიქტების მოგვარების საკუთარი გეგმაც ჰქონდა, ამბობს, რომ ეს რუსეთთან კომუნიკაციის დროს ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. გერმანულმა მხარემ სრულად გაიზიარა ჩვენი შეშფოთება, კიდევ ერთხელ გამოაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და აღმითქვა გერმანელმა კოლეგამ, რომ ეს თემა იქნება მისი შემდგომი საუბრის თემაც, როდესაც ექნება საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. საქართველოს მთავრობა მოსკოვის მიერ აფხაზეთის ანექსიის მცდელობის გამო რამდენიმე დღის წინ აგრესიული საგარეო პოლიტიკის დაწყება დაანონსა. მისი განხორციელება კი გუშინ დაიწყო. დღეს კი ამ თემაზე კომენტარი იაპონიაში მყოფმა პრეზიდენტმა გააკეთა. რუსეთი აგრძელებს ოკუპაციის პოლიტიკას საქართველოში და მიიწევს ჩვენი ტერიტორიის ანექსიისკენ. ჩვენ ძალიან მტკიცედ დავგმეთ მისი ეს ქმედებები. ჩვენ ვცდილობთ მივაწოდოთ მესიჯი რუს პოლიტიკოსებს, რომ სტაბილური მეზობლები მათ საზღვრებთან არის კარგი არა მხოლოდ მეზობლებისთვის, არამედ თვითონ რუსეთის ფედერაციისთვის. რა შედეგს გამოიღებს საქართველოს ხელისუფლების მცდელობა ჯერ უცნობია. უცნობია ასევე რა შესთავაზებს დე-ფაქტო ხელისუფლება მოსკოვს. სოხუმის დოკუმენტის შესწორებული ვარიანტის კრემლისთვის წარდგენა ორ კვირაში მოუწევს. მოსკოვს სურს, რომ ხელშეკრულებას ხელი წლის ბოლომდე მოეწეროს.